საინფორმაციო გამოშვება სტუმართან ერთად განვაგრძობთ დღეს ჩვენი საინფორმაციო გამოშვების სტუმარია ვალერი თევტორაძე, იურისტი, ადვოკატი და ასევე პოლიტიკური პარტიის თავისუფალი მოედნის წევრი. თავისუფლების მოედანი ბოდიში. მოგესალმებით ვალერ. პირველ რიგში დავიწყოთ მიმდინარე მოვლენებით ფონდების დაყადაღების საკითხს რომ შევეხოთ. თქვენი შეხედულება, თქვენი მიდგომა რა იქნებოდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, თქვენი იურიდიული შეფასება? ხო, ეს საკითხი უკვე მე მგონი იმათაც კი ვიც აქამდე ასე არ ფიქრობდა, უკვე იმათაც ძალიან აგონებთ 1927 წლის რეპრესიებს, როცა ადამიანებს ეკრძალებოდათ სოლიდარობის გამოხატვა, ადამიანებს ეკრძალებოდათ სახალხის მტრების მიმართ, ასე შერაცხულ ადამიანების მიმართ მისალმებაც კი და გვერდში დგომა და დახმარება და ასე შემდეგ. ეს უკვე გავიარეთ ჩვენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ თაობასაც უწევს ეს ყველაფერი ნახოს თვალნათლივ. ფონდების დაყადაღება იმის გამო, რომ ფონდები თურმე ეხმარებიან პასუხისმგებაში მიცემულ პირებს, იმ ადამიანებს, ვისაც ამის აუცილებელი საჭიროება აქვს და ეს წარმოადგენს თითქოს და სახელმწიფო მათ წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ეს არის იურისპრუდენციის ყველაზე არასწორი განმარტება, იურიდიული ნორმების ყველაზე საშინელი განმარტება, რაც შეიძლება მოიფიქროს იურისტმაც და ზოგადად ადამიანმა და მით უმეტეს ეს ყველაფერი ხო არის ჩვენი ცხოვრების პოლიტიკის ნაწილია და პოლიტიკოსები, რომლებმაც ეს ყველაფერი გადაგეგმეს, გააკეთეს და მერე თავისი მათი დავალებით განახორციელა პროკურატურა სასამართლო, რომელიც სამწუხაროდ ასევე სრულად არის კონკრეტული ერთი პარტიის დაქვემდებარებაში, ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას და ამით ძალიან საშიში პრეცედენტი იქნება. პრაქტიკულად ჩვენ სავსებით გადავედით უკვე იმ ფაზაში, საიდანაც შეუძლებელი არის სუფთად გამოსვლა. ანუ არც ქართულ ოცნებას აღარ შეუძლია უკვე უკან დახევა და ვერც ჩვენ დავიხევთ უკან ამ ქვეყნის განვითარების მოსურნე ადამიანები და ამ ქვეყნის სწორად განვითარების მოსურნე ადამიანები, იმიტომ რომ გადალახულია უკვე ყველანაირი გონივრული ზღვარი, ყველანაირი წითელი ხაზი, რომელთაც შეიძლებოდა კიდე ეს ხელისუფლება აღგვექვა რამენაირად ადეკვატურ გადაწყვეტილების მიღებად. ასეთი უკვე აღარ არსებობს და აწიც ყოველდღიურად ეს ყველაფერი გამძაფრდება. ოღონდ ეს ყველაფერი არ შეეხება მარტო იმ ადამიანებს, ვინც ოპოზიციურად განწყობილია და ვინც რაიმე სახით ჩართულია ამ აქციებში. ეს ყველაფერი შეეხება თითოეულ ადამიანს ამ ქვეყნისას, იმიტომ რომ თუ ჩვენ მივიღებთ ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსში შესაბამის ნორმას და ვიტყვით, რომ არ შეიძლება მაგალითად ახალი ნორმა დაამატეს ამ ასე შევაფასებდი დრაკონულ კანონების პაკეტში, ასეთი ნორმა დაემატა, რომ არ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის რაიმე სახით სიტყვიერი შეურაცხყოფა ან გადაკიდება ან რამე არ არის აქ დაზუსტებული და განმარტებული რა არის შეურაცხყოფა. სასამართლო პრაქტიკა ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო მიიჩნია, რომ შეურაცხყოფა არის მაგალითად ასეთი გამოთქმა არ ვენდობი სისტემას. ანუ თითოეულ ნებისმიერი მოქალაქის მირიან ბერულავას თითოეული საქართველოს მოქალაქის თავზე ასე დამოკლეს מחვილივით ჰკიდია ეს ნორმა და მათი მხრიდან რაიმე სახის მიუღებელი არასათანადო რაღაც ასე პოზიციის გამოხატვის შემთხვევაში ნებისმიერ თანამდებობის პირს შეუძლია თქვას, რომ ის თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და მას ძალიან სერიოზული სანქციები ემუქრება, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობაც. ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციულ სამართალდაღუათთა კოდექსში. ანუ ყველას შეეხება, ეს არ არის მარტო ახალ ერთ კონკრეტულ პირთა ჯგუფზე. კანონი არის ნორმატიული აქტი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესია და ვრცელდება მთელს ქვეყნის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველასთვის მიიღება ეს კანონები და ასე რომ ახლა ცალსახად ყურება ამ ყველაფერს, რომ ეს ახლა პროტესტანტებისთვის არის
ნუ რას ვუგაცავთ, ეს პროტესტანტებისთვის არ არის. ეს ყველასთვის არის და ყველას მოხვდება გაზულუქებული ხელისუფლების მწარე ხელი. მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც გარედან აკვირდება ამ პროცესებს, მათაც შეეხებათ ეს ყველაფერი საკუთრებაში. აუცილებლად შეეხებათ. ახლა შემოვიდა კიდევ ახალი ნორმები, კერძოდ ეგრეთ წოდებული ასე შეფუთეს ახლა რომ თითქოს ქართული ოცნება რაღაც ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. საერთოდაც ძალიან სწორი და ესეთი პოზიცია რაც გამოითქვა ის არის რომ არავითარი ნარკოპოლიტიკა ქართულ ოცნებას არ აქვს, ქართულ ოცნებას აქვს მის ინტერესებზე მორგებული კანონების მთელი კასკადი. შესაბამისად, როცა მათ დაჭირდათ 2017 წელს, 18 წელს სხვა პირთა ხელით გააკეთეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, ანუ ეს იყო პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, გარკვეული სახეობის მარიხუანის შეძენა და შემდეგ და შემდეგ. ანუ ლიბერალური ხაზი ჩააქსოვეს. ამ ყველაფერს მერე მოჰყვა თითქოს და მაშინ ახლად წარმოქმნილი აზრი, სინამდვილეში დაგეგმილი იყო ისა მარიხუანის პლანტაციების მოყვანის თაობაზე, რასაც დიდი პროტესტი მოყვა. ეს რო ჩაიშალა, ახლა ეს ყველაფერი შემოიტანეს იმის გამო, რომ ამ ბრალდებით ამ სიტუაციით, ამ ჩადების პოლიტიკა ხელახლა შემოვიდა სამწუხაროდ ჩვენს აღქმაში და ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან მარტივად შეუძლიათ მათთვის არასასურველი პირები ჩამოაშორონ ყველანაირ საზოგადოებრივ ცხოვრებას ამ ახალი კანონმდებლობით, რომელშიც დაემატა იძულებითი მკურნალობა, რომელიც არის აი კატასტროფული ნაბიჯი, კატასტროფული ცნება, არა იმიტომ რომ ზოგადად მკურნალობაა ცუდი. მკურნალობა არ არის ცუდი, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს იძულებითი. იძულებით მკურნალობდნენ შუა საუკუნეების მასში ქვეყნებში და არც ერთ შემთხვევაში ამას დადებითი შედეგი. მოსამართლე გადაწყვეტს როგორ? დიახ, სასამართლო გადაწყვეტს იძულებით მკურნალობის საკითხს. ანუ იძულებით მკურნალობა იქნება სასჯელის სახე. და მოსამართლე წყვეტს სწორედ სასჯელის შეფარდებას, იქნება ეს პატიმრობა, საზოგადოებრივი შრომა თუ ასე შემდეგ გამასწორებელი სამუშაო ჯარიმა. ასეთივე სასჯელის სახე იქნება იძულებითი მკურნალობა. და ვინ არის იმისი გარანტია კიდევ ვიტყვი და ვინ არის იმაზე პოზიციას დამდგომი, რომ იძულებით მკურნალობას ქართული ოცნება რაიმე სხვა სახის დანაშაულზეც არ გაავრცელებს. ამის გარანტია ვერავინ ვერ იქნება, იმიტომ რომ ქართული ოცნება ყველანაირ ფსკერს, რომელსაც ჩვენ მიუახლოვდებით ამ მმართველობის პირობებში, მერე უცებ გაარღვევს და კიდევ ახალ ფსკერზე ჩავა. ამიტომ ეს საშიში პრეცედენტები საზოგადოება უნდა აღიქვას სწორად რისკენ მივდივართ, სად მიდის ჩვენი კანონმდებლობა და რას მოიტანს ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის. სამწუხაროდ ჯერჯერობით ამის ადეკვატურ აღქმას საზოგადოებიდან ვერ ვხედავთ. ანუ ეს პირები ზოგადად ქართულ ოცნებას ესეთ ტაქტიკა აქვს, რომ მარგინალიზებას უკეთებს კონკრეტულ პირთა ჯგუფს და მერე ამ მარგინალიზებულ პირებზე განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებს საზოგადოებაში ფუთავს, თითქოს ეს არის ისევ დანარჩენი საზოგადოების სასიკეთოდ მიმართული. ასე გაკეთდა ამ შემთხვევაშიც და ეს ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ წასული თითქოს და ნორმები შეიფუთა, რომ ისევ ერის სასიკეთო და ერის გენოფონდის გასაზრდელად ახლა ძალიან უკვე ყალბი და ძალიან არასწორი გახდა ეს ყველაფერი და ამას მალე დაინახავს საზოგადოება, თუ განსაკუთრებით საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თავად არის ნარკოდამოკიდებული, მომხმარებელი და ამჟამად ქართული ოცნების აქტივს წარმოადგენს და ასეთი ჩვენ არჩევნებმა დაგვანახა ბევრმა არჩევნებმა, რომ ასეთი ძირითადად ძალიან ბევრი არის. ეს ადამიანებიც რო იგრძნობენ თავის თავზე ამ ყველაფერს, მერე იქნებ შეეცვალოთ თავიანთი აღქმა. მაგრამ ამასთან მალე ვერ ვუარყოფთ, რომ საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით და თქვენ მაგალითად რაში ხედავთ ამ მოსავალს, ან ის არსებული რაც გვაქვს, როგორ უნდა შეიცვალოს კანონი? ზოგადად მსოფლიო პრაქტიკა მაჩვენა, რომ
აკრძალვები და ნებისმიერი სახის მძიმე სახასიათის ღონისძიებები ამ ყველაფერს არ აუმჯობესებს. ანუ ნარკოტიკულის მოხმარებას არ წყვეტს და მაგ ჯაჯუს ვერ გაწყვეტს პატიმრობები და ასე შემდეგ. ჩვენ ქონდა მაგის გამოცდილება ჩვენ ქვეყანაში და ვიცით როგორი იყო ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ნარკოდანაშაულის მიმართ. მაგრამ რა შედეგი გამოიღო მოიკლო ნარკოტიკულმა დანაშაულმა თუ რა პირიქით მე ასე ვფიქრობ რომ დღესდღეობით ამ წუთის მდგომარეობით ქვეყანაში მეტნაკლებად ისეთი ვითარებაა რომ ეს ნარკოტიკზე დამოკიდებული პირები ნელ-ნელა გამოვიდნენ ამ იატაკქვეშეთიდან ცდილობენ უკვე შეიცვალონ თავის ცხოვრების წესი და სწორედ ამ ცხოვრების წესის შეცვლაში უნდა ეხმარებოდეთ მათ სახელმწიფო და არა იმაში რომ გამოვიდნენ ამ იატაკქვეშეთიდან და ცდილობენ გააუმჯობესონ თავის ცხოვრება ამ დროს დაიჭირონ და იძულებით მკურნალობისთვის უკრან თავი. არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ესა დაფუძნებული და დაარსებული იძულებითი მკურნალობის დაწესებულება, სადაც ადამიანი განიკურნება. ვერ განიკურნება, ასეთი რამ არ ხდება. საპირისპირო პროგრამების კი, რომელიც გახდება ისევ კორუფციის ბუდე, რომელიც იქნება ისევ ადამიანთა ტანჯვის ბუდე, რომელიც იქნება ადამიანთა წამების ბუდე და ეს ყველაფერი იქნება შეფუთული ქართული გენოფონდის დაცვის კეთილშობილური მიზნით. ეს არის ძალიან ცუდი პერსპექტივა და პლუს ამას ამ ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური სარჩულიც, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვხედავთ დღესდღეობით სისხლის სამართლის კოდექსის ძალიან ბევრი მუხლი გამოყენებულია ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ანგარიშწორებისთვის. ეს პრაქტიკაც ჰქონია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას, არც თუ ისე შორეულს 80-იან წლებს, როცა ჟურნალისტი ნაზი შამანაური ისე მოაქციეს იძულებით მკურნალობაში, როცა მას ასეთი არაფერი საჭიროება არ ჰქონდა და საბოლოოდ იქ დაიღუპა კიდეც. ანუ ეს თემა წრეზე მივდივართ. რა თქმა უნდა წრეზე მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ვერ გამოვედით საბჭოეთიდან და ისევ ეს საბჭოთა ეს რუსული გავლენები ჩვენი ქვეყნის განვითარებას ყოველ წამოწეულ თავზე ახშობს ხელახლა. ესეთი სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ. და ვალერ ამასთან დღეს უკვე მეორე მოსმენით მიიღება ცვლილება რა მოხდა მოსმენა მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის ცვლილება და ამას როგორ შეაფასებდი? ხო, ეს მაუწყებლობის შესახებ კანონში ძალიან საინტერესო რამ ხდება, ანუ ცენზურა ნებისმიერ რაც შეიქმნა ზოგადად სახელმწიფო როგორც ინსტიტუტი და მოიგდო ხელში ძალაუფლება, მას შემდეგ ყოველთვის ცდილობს გარკვეული ცენზურა განახორციელოს და სხვადასხვა ფორმები აქვს ამას. დღეს ჩვენ ეს ფორმები ვიხილეთ მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებში. ანუ თუ გარკვეული პერიოდის წინ ცენზურა ნიშნავდა რომ მიტანილ წიგნში გადახაზავდნენ გარკვეულ სტრიქონებს, აბზაცებს, ამოჭრიდნენ და ცარიელ გვერდებს გაუშვებდნენ წიგნში, როგორც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს ცენზურა, ან სცენარს დაუმონტაჟებდნენ და ასე შემდეგ და ფილმიდან კადრებს ამოჭრიდნენ. დღეს ხვდებით რომ მაუწყებლის შესახებ კანონში იწერება მაგალითად ასეთი დათქმები, რომ უნდა იყოს სამართლიანი მსჯელობა. ვინ აფასებს ამას? ამას აფასებს რამდენად არის სამართლიანი ამ გადაცემაში მსჯელობა, ამას აფასებს ჩვენი ღვაწლმოსილი მედია ცენზორი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ხო, ანუ კომკომი, რომელიც უკვე ვიცით გამოცდილი ყავს მსგავს თემებში, თუ როგორ დიდი ხალისით ცდილობს ყველანაირი ამ ცენზურის გატარებას. აქ ძალიან საშიში თემები არის და იდეაში ეს ცვლილებები პირდაპირ კრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე საუბარს და როგორ. ჩვენი საუბარით შეიძლება ჩვენი საუბარიც ამ კანონში აკრძალულად ითვლება ამ კანონის მიხედვით, უბრალოდ ეს კანონი ჯერ არ არის ამოქმედებული, თუ როგორ გავბედავდით ჩვენ ამ ყველაფერს. ნახეთ რა ხდება, მითითებულია, რომ იკრძალება ისა კონკრეტულ პოლიტიკურ პირზე თავდასხმა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები, ანუ ესა არ იმყოფება სტუდიაში. ჩვენ რა ნახეთ ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან დიდი ხანია უკვე არც ერთ ოპოზიციურ არხზე არ მიდის არც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი. ანუ ამ კანონით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ნებისმიერ
ოპოზიციურ მედია ორგანიზაციას ეკრძალება შემოიტანოს განსასჯელად თემა, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლების არ ყოფნის გამო ჩვენ რას შვებით, ჩვენ პოლიტიკურ თემებზე როცა ვსაუბრობთ, ძირითადად ჩვენი ისრები მიმართულია ხელისუფლებისადმი, რომელსაც ამ წუთში ქართული ოცნება ხორციელებს, ხო? ანუ იკრძალება ხელისუფლების კრიტიკა, რომ ეს ასე არ წერია, რომ იკრძალება ხელისუფლების კრიტიკა. უბრალოდ იკრძალება ხელისუფლების კრიტიკა. ასეთ იკრძალება ხელისუფლების კრიტიკა. ხო, უბრალოდ მე თუ არ ვიქენი აქ, თქვენ არა გაქვთ უფლება ჩემზე ისაუბროთ, იმიტომ რომ მე თქვენ რაც არ უნდა თქვათ, მე მაინც ჩავთვლი ამას თავდასხმად. დღეს რაღაც ესეთი განმარტება გააკეთა ტრიბუნი და პარლამენტის ტრიბუნი და ხო ყველა გულკეთილი და ძალიან სწორია და პოზიტიური არის, რომ კრიტიკა თავდასხმა არ არის, მაგრამ ხვალ ჩვენ ნახავთ თუ როგორი თავდასხმა არის, ეს ქმედება არასწორია ფრაზა. თავდასხმად რა შეიძლება? ხო, ნებისმიერ ანუ თავდასხმის კვალიფიკაციას განსაზღვრავს ჩვენგან უკვე ნახსენები კომკომი და ამის მერე უკვე მიიღება შესაბამისი ზომები. ანუ მედიის მოხრჩობის ახალი მშვენიერი დრაკონული პაკეტი შემოვიდა მეორე მოსმენით. მესამე მოსმენაც მერე ჩვენი პრეზიდენტი წაიკითხავს და ხელს მოაწერს, ან ბოდიში პირდაპირ ხელს მოაწერს და ასე იქნება ეს ამბავი. მალე უნდა გკითხო, რომ შენ ალბათ წინა ხელისუფლების დროსაც ეწეოდი, ხო, იურიდიულ საქმიანობას? წინა ხელისუფლების დროს საჯარო მოხელე გახდით. საჯარო მოხელე გახდით. და მაინც როგორც იურისტი, როგორ შეაფასებდით, როგორც ადვოკატი, სასამართლო გადაწყვეტილებები რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში? როდესაც ახალი ხელისუფლება ქართული ოცნება მოვიდა, ისინი გვპირდებოდნენ, რომ რეფორმები გატარდებოდა, მათ შორის სასამართლო რეფორმები და გვექნებოდა უბრალოდ პროგრესი. შენი შეფასება როგორია? ესე იგი, სასამართლო სისტემაში გარკვეული ასე რომ ვთქვა თავისუფლების პერიოდი იყო 2013-2015 წლები. 2013-2015 წლებში მეტნაკლებად ისეთი ვითარება იყო, ახალი პერიოდი, ანუ ნაციონალური მოძრაობა წავიდა ხელისუფლებიდან და მიმდინარეობდა გადმობარებისა, სანამ ბატონი ბიძინა სხვათა შორის ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში რაც ცვლილებებით შევიდა, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე არ შეიძლება რაიმე სახის ისა, ერთადერთი ვინც დარჩა ოპოზიციას, რომლის ლანძღვის უფლებაც აქვს ჯარიმის გარეშე არის ბატონი ბიძინა და ეს უფლება გვაქვს. ბატონმა ბიძინამ როცა დაალაგა ეს ყველაფერი ბატონ ლევან მურუსიძესთან და გადმოიბარა სასამართლო, ანუ ამის შემდეგ ისევ ეს ყველაფერი დაბრუნდა ძველ რელსებზე და ძველ რელსები რას ნიშნავს? ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ანუ ქართული ოცნებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გადაწყდება ისე, როგორც იტყვის ქართული ოცნება და არა ისე, როგორც სამართალი იტყვის ჩვენი. მე ამ ყველაფერს ისიც მოაბეს, რომ უკვე სამართალი ნელ-ნელა შემოატრიალეს და მოარგეს თავის ინტერესებს, მაგრამ აქ არის ერთი ესა ოპონენტი, რომელიც ჩვენ როგორც წესი არ გვყავს ხოლმე ქართული ოცნებიდან, რომ იყოს ახლა ვინმე, იტყოდა, რომ აი გამამართლებელი განაჩენები. გამამართლებელი განაჩენები უდიდესი ნაწილი დგება ოჯახურ დანაშაულებებზე. ანუ რა ხდება, ესეც ახალი კანონმდებლობა იდეაში და როგორ მიმდინარეობს ეს, როცა ოჯახური ძალადობის ფაქტი ფიქსირდება, ეს სისხლის სამართლის საქმეა თავისთავად, მიდის სასამართლოში და ესა კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით ოჯახის წევრს აქვს უფლება არ მისცეს მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება. და ძირითადი ნაწილი ძირითადად ასე ხდება ხოლმე, ოჯახის წევრი ამბობს უარს სასამართლო პროცესში ჩვენების მიცემაზე. ოჯახურ ძალადობის საქმეში ძირითადი მტკიცებულება არის სწორედ დაზარალებული ჩვენება. დაზარალებული თუ ამბობს უარს ჩვენებაზე, ოჯახურ ძალადობის საქმე რეალურად გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს და მთავრდება. სწორედ ამ ოჯახური ძალადობის გამამართლებელ განაჩენებზე, ანუ ისევ ამ პატარა ოჯახების თემებზე არის აგებული ის სტატისტიკა, რომელთაც გაიზარდა ეგრეთ წოდებული გამამართლებელი განაჩენები, თორემ ყველა საკვანძო საკითხი, ყველა საკვანძო გადაწყვეტილება ძირითადად წყდება ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად და ძირითადად კი არა, ხელისუფლების ინტერესები, რომლებიცაა ეს უეჭველი მასე წყდება და ისეთაც პროკურატურის გავლენა ზოგადად სასამართლოზე საკმაოდ დიდია სამწუხაროდ. და ვალერი, თავისუფალი მოედანი. რომ გითხრა, რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში წასვლა?
ხო, პოლიტიკაში წასვლა რაღაცა ზედმეტად დიდი შეფასება მგონია. თავისუფლების მოედანი არის იმ ადამიანთა გაერთიანება, რომლებმაც თავიანთი რაღაც კარიერა, პიროვნება, რეპუტაცია დააგროვეს ამ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში საქმიანობით და თითოეული ჩვენთაგანი ამ სიტუაციაში და ამ პოლიტიკაში, ასე რომ ვთქვათ, არ წავსულვართ იმის გამო, რომ ჩვენ პოლიტიკა გვინდოდა. პოლიტიკა არ არის მაინდა-მაინც ესეთი საქმე ჩვენთვის იმ პირობებში, როცა ჩვენ საქმეს მშვენივრად ხედავთ და უძღვებით, მაგრამ უბრალოდ აქ იყო თუ არ იკვეთებოდა თუ არა საჭიროება რაღაც ახალი. ანუ ეს ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა 2024 წელს და მე პირადად, ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო იმით განპირობებული, რომ ვერანაირად ვერ მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მე უბრალოდ ყოფილიყავი ტელევიზორის მოცქირე ადამიანი და მეთქვა მე ვიღაცისთვის გადამებრალები და პასუხისმგებლობა და მეთქვა, რომ აი ვერ შეცვალეთ, აი ვერ გააკეთეთ, აი რა ქენით თქვენ რა როგორც ახლა გვამონათებენ ხოლმე სხვადასხვა Facebook აკაუნტებიდან, რომელიც ზოგი ტროლია და ზოგი არაა ტროლი. ნუ როგორც არის ხოლმე. ანუ მე ასე მგონია და ასე უყურებ ყველა საკითხს, რომ არ არსებობს ქმედება პასუხისმგებლობის გარეშე და არ არსებობს შედეგიც შესაბამისი პასუხისმგებლობის აღების გარეშე და თუ მე პირადად ვინმეს მინდა რამე მოუწოდო და ვინმეს უთხრა რომ გააუმჯობესოს ესა თუ ის თემა, მეც უნდა ავიღო ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე მეც ჩავთვალე რომ ეს მიწევდა პასუხისმგებლობის აღება და ამიტომ გამოვედით ასე რომ ვთქვათ ჩვენი კომფორტის ზონიდან და შევეცადეთ რომ რაღაცა სიტუაცია ჩამოვაყალიბოთ იმიტომ რომ დღესდღეობით მე ასე ვხედავ ამ რეალობას რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არის პიროვნებებზე ორიენტირებული პოლიტიკური დაჯგუფებები. შესაბამისად ეს ყველაფერი მე არის აგებული ასეთი სვეტის პრინციპით, სვეტის თავში დგას პარტიის ლიდერი, რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა, ბიძინა ერქმევა, მიხეილი ერქმევა თუ რაღაც. ეს სვეტის თავში დგას და მასზე არის დამოკიდებული ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პარტიაში ერთიანდება. ასეთ თემას ჩემთვის სიმართლე რო გითხრათ, მაინდა-მაინც მისაღებად არ მივიჩინებდი არასდროს და არც მქონია. ამ თავისუფლების მოედანში ეს ყველაფერი ასე არ არის და ეს არის ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, რომლებსაც კეთილსინდისიერება აქვთ ძირითად აქტივად და პროფესიონალიზმი აქვს ძირითად აქტივად. ანუ მე თვითონ რისი სურვილიც მაქვს, რომ იყოს ამ ქვეყანაში. აი მაგალითად ჩემი სურვილი არის, რომ ამ ქვეყანას მართავდეს ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანა და ეს ადამიანები ამ ქვეყნის მაცხოვრებლები უყვარს. ამ ქალაქს მართავდეს ადამიანები, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და ეს ადამიანები უყვარს, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობენ. არ გვაქვს ჩვენ ეს რეალობა და აი ძალიან უცნაური არის, ძალიან სამწუხაროც არის, რომ ეს რეალობა რანაირად შეიძლება რომ ასე სანატრელი გქონდეს, რომ არ ვართ და ვერ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ გვყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც უყვართ ის საქმე, უყვართ ის ადამიანები, ვისაც ემსახურებიან. ეს ასე არ არის. ჩვენ რეალობაში ეს ასე არ არის და მინდა რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და აქ ხედავ ამ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანაც, უყვართ ეს ადამიანებიც და კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გავემეორებ, აქ ცხოვრების წესად. ყველაზე მეტად რაც ჩვენს პოლიტიკურ კლასს აკლია, მე მგონი. ნავალერ ქუთაისში მიმდინარეობს უწყვეტი აქციები, შენც ამ აქციების მონაწილე ხარ და შენი პირადი მიზეზი ამ აქციებზე დგომის და როგორ გესახება საქართველოს ევროპული მომავალი? ხო, ქუთაისში მიმდინარეობს 112 დღე არის უკვე ეს აქციები უწყვეტად. მსგავსი მასშტაბის ქუთაისის აქტივობა ძალიან პრაქტიკულად არ არსებობს და რაღაც გამორჩეული მოვლენაც არის, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ უბრალოდ რაღაც სტატისტიკა გავზარდოთ. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან, ამ ადამიანების აზრი არის, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ძალიან ყარს. ჩვენ რეალურად წაგვართვეს ის, რაც კონსტიტუციით ჩვენი უფლებაა, ანუ
ძალაუფლების მანდატი, ჩვენ თითოეული ადამიანის ძალაუფლების მანდატი, რომლის გაცემითაც ჩვენ ვაყალიბებთ ხელისუფლებას. ამას ქვია არჩევანის უფლება. არჩევანის თავისუფლება რო წაგვერთვა, დანარჩენი ყველაფერი უფლება ამას მიჰყვება ძალაუფლებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვეზღუდება განათლება, ჩვენ შეგვეზღუდება სიცოცხლე, ჩვენ შეგვეზღუდება ხარისხიანი ცხოვრების უფლება, ჩვენ შეგვეზღუდება ყველაფერი, რაც ჩვენს კეთილდღეობას განაპირობებს. მე ასე ვფიქრობ და ასე მგონია, რომ ჩვენ ადამიანები ვეძიებთ ამ ცხოვრებაში ბედნიერებას, კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდეს და ასე შემდეგ, კომფორტს. ანუ ამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი ფაქტორები. ჭირდება ისეთი გარემო, სადაც თავისუფლება იქნება გარანტირებული, სადაც უსაფრთხო იქნება გადაადგილება, სადაც განათლების სისტემა იქნება ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრი თემა არის იქ, ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ყველა ესენი უკვე ამ დიდი მთავარი პრობლემის ფონზე უკვე წვრილმანად მოჩანს, რომელიც ყოველდღიურად რაც გვაწუხებს. ეს ყველაფერი ერთ დღეს ძალიან ცუდი ფორმით წაგვართვეს და ამ ყველაფერზე პროტესტის გაჩერება, დადუმება არ შეიძლება. კი, თავად ამბობენ. ნახეთ, ხო, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამის გაჟღერებაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. ხელისუფლებაში დღეს იმყოფება ძალა, რომელიც ოქტომბრის არჩევნებამდე ყველანაირად, საარჩევნო დაპირება, მათი საარჩევნო დაპირება იყო ღირსებით ორივე ფეხზე მყარად, ასე შემდეგ ევროპაში. ქართული ოცნება ყველა თემაზე აპელირებდა და მათ შორის თავიანთ პლაკატებზეც ჰქონდათ ევროკავშირის დროშები, ძალიან კარგად იცოდნენ და იციან თუ სად არის რეალურად ამ ქვეყნის მომავალი, სად უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და ამითი ისე შეფუთეს, რომ ის ადამიანები, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან და ამ თემაზე შეიძლება ასე რომ ვთქვათ შეჭოჭმანდნენ, ასე რომ ვთქვათ და შეფიქრიანდნენ, ესენიც დაამშვიდეს, რომ რაღაცა ჩვენც კარგი ევროპაში მივდივართ, ოღონდ ღირსებით, ოღონდ ორივე ფეხზე, ოღონდ მყარად. და როცა კი ჩააქრეს თავის ჭკუით მუხტი ამ გაყალბებული არჩევნებიდან გამომდინარე, გამოვიდა ბატონი პრემიერი და განაცხადა, რომ 2028 წლამდე დამთავრდა ვაჩერებთ ყველანაირ მუშაობას ევროპასთან რაიმე სახის საუბრებს და მოლაპარაკებებს წყვეტთ. ერთ თვეში უარყვეს თავისი ყველაზე დიდი დაპირება. ვინ მოატყუილეს პირველ რიგში? მე ვერ მომატყუებდნენ, მე ისედაც ვიცი და ამდენი წელია ვიცი ქართული ოცნება რანაირი ძალაა და როგორი ძალაა ჩემი აზრით და ჩემი წარმოდგენით. მოატყუეს პირველ რიგში თავიანთი ამომრჩეველი, იმიტომ რომ მე ქართული ოცნების ამომრჩეველი რო ვიყო აქვე დავაკაკუნებ, მე რო ვიყო მათი ამომრჩეველი, მართლა მოტყულებულად ჩავთვლი. თავს იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ რომ მეუბნებოდი, რომ ევროპაში მივდივართ ან ღირსებით, მე მთელი ეს მანდატი მაგისთვის მოგეცი, ხო? 2024-დან 2008 წლამდე არის ქართული ოცნების მანდატი. ქართული ოცნებას რა უფლება აქვს დაპირდეს 2028 წლის მერე რა იქნება? 2028 წელს ფორმალური თვალსაზრისით არჩევნები ტარდება, ხო? 2028 წლის მერე ვინ გასცემს ვინ გახსნეს ამის უფლება ქართულ ოცნებას არ აქვს. ორი რამე გითხრა ქართულმა ოცნებამ მაგ დღეს 28 ნოემბერს. პირველი ეს რომ დაამთავრდა თქვენი ევროპული ოცნება და მეორე დაამთავრდა თქვენი ოცნებები ხელისუფლების ცვლილებაზე. იმიტომ რომ ქართული ოცნება 2028 წელსაც იმისაც ჩვენ ვართ მაგ ყველაფრის შემნარჩუნებელი და გარანტი. ის რაც მანამდე თითქოს და შეფარული იყო, უკვე 28 ნოემბერს ყველას უთხრეს. და ამისი გაგება რატო არის ადამიანების მხრიდან, ასე რატო უნდა დახუჭო ამ დონეზე თვალები მართლა არ მესმის. ვალერ მათ განაცხადეს, რომ 2028 წლამდე გადავარდა, ასე რომ ვთქვათ, ეს საკითხი და იქამდე გააგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და შენ როგორ აღიქვამ, რამდენად მიმდინარეობს ეს მუშაობა? ნახეთ, სწორედ მაგ თემა არის, 28 ნოემბერს განცხადებაში სწორედ მაგ თქვა, რომ მუშაობა, მოლაპარაკებები, ევროკავშირთან გაერთიანების თემაში ჩერდება. რას ნიშნავს ეს? ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ევროკავშირთან გაერთიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც გეგმის ფარგლებშიც საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გამოსასწორებელი. ამ პრობლემების გასწორების შემდეგ ხდება შემდგომი წინსვლა ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში ეს არ ხდება. და რა თქვა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, ის ამ პრობლემების გამოსწორების სამუშაოები
გადაივადებს 28 ანუ ის კი არ გითხრა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანება თემა კი არა მისი მოსამზადებელი სამუშაოები გადაინაცვლეს ანუ 28 წლამდე არ ვაპირებთ სასამართლოს გამოსწორებას კანონმდებლობის გამოსწორებას საარჩევნო სისტემის გამოსწორებას იმ მთელ 9 პუნქტს 12 პუნქტს რომელიც სამი შევასრულეთ იძახიან მაგრამ არც ერთ რო არ შეუსრულებთ სახალხო დამცველის არჩევა რო შეასრულეს ვითომ და რა სახალხო დამცველის ყავს ყველამ კარგად ვიცით ანუ ეს ამ პუნქტების ანუ დარღვევების მითითებული შენიშვნების ხარვეზების აღმოფხვას ვაჩერებთ თორემ იმის იქეთ კიდე რა პროცესებია ეს კიდევ რამდენიმე წლის ამბავი ანუ ამას თითოეული ჩვენთაგანი წლებს ვკარგავთ ამ ყველაფერს ჩვენი ცხოვრების წლები გადის რომ ეს გადავადდა პრობლემების გამოსწორება გადავადდა 28 წლამდე ქართული ოცნების ჭკუით და ახლა რაც ხდება 28 ნოემბრიდან განსხვავებით კიდევ კატასტროფული მდგომარეობა უფრო იმიტომ რომ ჩვენი კანონები რაც ამ პერიოდში მოასწრო ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და მიიღო კიდევ უფრო ამძაფრებს და სავარაუდოდ ახლა რო წავიდეს რაიმე სახის საუბარი ევროკავშირის სტრუქტურებთან ის პუნქტები ბევრად მოიმატებს მაგრამ 28 წლამდე ხო გადავადებული აქვს დავალერ, უნდა გითხრა ასევე ოქტომბერში გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მიმდინარეობს მსჯელობა უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ამ არჩევნებში მონაწილეობა. შენი შეხედულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? ესე იგი, ზოგადად კითხვა უნდა მიიღო თუ არა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, არის პასუხისმგებელი კი უნდა მიიღო. მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა ისეთი მოცემულობა, რომ დღეს ამ მარტის დღეს ეს არ შეგვიძლია მაგის თემაზე ჩემი აზრით 19 მარტს ვიმსჯელოთ რანაირი სიტუაცია იქნება, ვთქვათ აპრილში, მაისში ან ივნისში. ჩვენ არ ვიცით ხვალ ეს ხელისუფლება რას მოგვიმზადებს და რა პირობებს შექმნის ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, როცა არჩევნები ტარდება, რეიტინგის, მოსახლეობის ხარდაჭერის, თუნდაც მოსახლეობის პრობლემების სადმე მიტანის და გამომჟღავნების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზი არჩევნები არის და ამ არჩევნების შედეგად რაიმე სახის მიღებული ხმა მით უმეტეს ადგილობრივ თვითმმართველობებში სადაც ახლა ამ მდგომარეობით თუ ვინმე პრობლემას აჟღერებს რამე ისე ის ოპოზიციის მცირერიცხოვანი ფლანგი არის თუნდაც ქუთაისის მაგალითზე თორემ ქართული ოცნების ამჟამინდელ საკრებულოს სტომებს რომ მოусმინო ამ ქალაქში პრობლემა არ არის საერთოდ და ისეთ რაღაცეებზე მსჯელობენ გული ზოგჯერ სიხარულით მევსება რა ქალაქში ვცხოვრობ მაგრამ მე გარეთ რომ გამოდივარ რაღაცა არ მხვდება ასეთი სიტუაცია ანუ ეს თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი პრობლემებისთვის, მაგრამ აქვს თუ არა ამ არჩევნებში მიღებას, მონაწილეობის მიღებას აზრი, ამაზე მსჯელობა დღეს ჩემი აზრით ძალიან ნაადრევია და საერთოდაც ძალიან მწუხვარ, რომ ყველაზე მეტად ახლა მაგ კითხვა ისმის ჩვენს სემაში, რომ რა ოქტომბრის არჩევნებზეა, ჯერ ძალიან ადრეა მაგისთვის და ყოველთვის 2 თვით ადრე იწყებდა ყველა პარტია საარჩევნო კამპანიას და რაღა ახლა გადაირია, ყველა და რაღა ახლა ლაპარაკობს მარტში ოქტომბრის არჩევნების თემაზე, ხო? ანუ ჩვენ ამ წუთში გვიდგას არსებობის ქვეყნის სახელმწიფოების შენარჩუნების პრობლემა. ამ წუთში ეს პრობლემა გვიდგას რეალურად. თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ საქართველოს მოსახლეობა, ვერ ვუზრუნველყოფთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ერთი მუჭა ავანტიურისტების ხელში ჩავარდნილი ძალაუფლების დიქტატისგან, თუ ამას ვერ ვუზრუნველყოფთ, მე ახლა თვითმმართველობის არჩევნებიც ასე შემდეგ, ყველა ეს ცოტა აზრს და ლოგიკას კარგავს. რა თქმა უნდა, პირადი ჩემი შეხედულებით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მისაღები გზა ჩემთვის არის არჩევნები. და ყველანაირად ვფიქრობ, რომ რაიმე სახის რევოლუციური სცენარი არ მოგვიტანს რაიმე სახის უფრო გაუმჯობესებას ჩვენი მდგომარეობის. მაგრამ ამავდროულად ისიც ვიცი, რომ ნებისმიერ ხალხს, რომელსაც უსამართლოდ ტანჯავენ, აქვს აჯანყების უფლება. ასე რომ თვითონ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება გადაწყვეტს მაგას და მივიღებთ ამ კითხვაზე პასუხს საზოგადოებისგან. ეს არ უნდა იყოს ნახეთ წეღან რაც თქვი სვეტის თავში მყოფი ადამიანები რო წყვეტენ ამ საკითხებს ეს არ უნდა იყოს ასეთი გადასაწყვეტი საკითხი და ჩემი აზრით თვითონ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს ამ თემაში ჩართულობა და მონაწილეობა თითოეულ პარტიას აქვს ალბათ
მორალური ვალდებულება, რომ შეხვდეს თავის ამომრჩეველს, მიიღოს მათგან მითითებები და იმოქმედოს ისე, როგორც საერთოდ ეს პარტია და პარტიული ერთიანობა უკარნახებს მათ. ახლა თუ ჩემი ამომრჩეველი პირობითი ამომრჩეველი, რომელიც არსებობს, იტყვის, რომ არა, მე მიმაჩნია, რომ უნდა მიიღო, ეს გამოდის, რომ თუ ჩემი ამორჩეველი ამას ამბობს, სხვა პარტიის ამორჩეველი ხო მით უმეტეს საჩემო პოზიციას ვერ დააფიქსირებს ამ კუთხით. ხო და ანუ ამორჩეველის ნებაზე უნდა იყოს ეგ დამოკიდებული და ასევე გონივრულ განსჯაზე. რა თქმა უნდა, ის პირობებიც გათვალისწინებაც მოგვიწევს, რა ახალ საკანონმდებლო სიურპრიზებსაც შემოგთავაზებს ქართული ოცნება, რომელსაც საარჩევნო კოდექსშიც შედგება. ყველაფერიც კი, ცვლილებებით შევიდა, შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის დაკომპლექტების წესი, უფრო მეტი რაოდენობა გაიზარდა. კი, მაჟორიტართა ოდენობა გაიზარდა, იმიტომ რომ ადგილობრივი ფეოდალები ზოგადად ძალიან კარგი კოზირი აქვს ყველა ხელისუფლებას, ახლა მარტო ქართულ ოცნებას სხვა დავაბრალებ. ზოგადად ქართული ოცნება დიდი გაუმგონებლობით არ გამოირჩევა სხვათა შორის, ამის აღნიშვნაც არის საჭირო. ანუ ქართულ ოცნებას აქვს ერთი ნიჭი. გადმოიღოს. სხვათა შორის უკვე დაიწყო სამზადისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ადგილობრივ დონეზე თუნდაც. ნუ ახლა მაგათი სამზადისი რითი შემოიფარგლება სოციალური დახმარებებით? ნუ ახლა ეგ ბიუჯეტის ფულის ხარჯვა ყოველთვის კარგად ეხერხებოდათ. ნახეთ, ქართულ ოცნებას აქვს ერთი ასეთი ნიჭი. ამოიღოს ყველა მთავრობის ყველაზე ცუდი ქმედებები და შეფუთოს ხელახლა და შემოიტანოს ჩვენ ცხოვრებაში. ასე გააძლიერა ის ყველაზე უარესი რაც იყო ნაციონალურ მოძრაობის დროს, ასე გააძლიერა შევარდნაძის მმართველობის დროს რაც იყო და ახლა უკვე გადადის საბჭოთა კავშირის დროს მმართველობის დროს რაც იყო, ცუდი რაღაცეები, ცენზურა, რეპრესია და ასე შემდეგ, ამის გაძლიერებაზე გადადის. შესაბამისად, ველოდოთ რა, ველოდოთ, როდის ჩავა ქართული ოცნება ხამურავის კანონების შეფუთვაზე, სადაც რაც ხელის მოჭრაც იყო საჭირო და სიკვდილით დარჩაც. Vale, და რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობდით, ასე უნდა გკითხო ქუთაისთან დაკავშირებით. შენ რა გესახება მთავარ პრობლემებად ჩვენი ქალაქის? და იმიგრაცია. დრო რამდენი გვაქვს? ქუთაისთან დაკავშირებით და ქუთაის პრობლემებთან დაკავშირებით მე მგონი მართლა შეუძლებელია რაიმე სახის ფორმატში დრო გვეყოს. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ უფუნქციო ქალაქში, სადაც არც ფული ტრიალებს, არც სამართალი ტრიალებს, არც კეთილდღეობა ტრიალებს. აქ არის კორუფცია, აქ არის ნეპოტიზმი, აქ არის ბიუჯეტის ფლანგვა და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. ეს ყველაფერი აისახება ინფრასტრუქტურაზეც, აისახება ქალაქის იერსახეზეც, აისახება იმ უპასუხისმგებლობაზე, რა ვიცი, რასაც ვაწყდებით ყველგან და ყოველთვის. არ არსებობს უბანი, რომელიც უბანშიც გაივლი და იტყვი, რომ აი ინფრასტრუქტურულად გამართულია. ეს არ არსებობს უბანი, სადაც დაგეთანხმებათ ალბათ საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. მან რამდენიმე დღის წინ მგონი რომელი უბანი გამოდო, სადაც ეს აღნიშნავდა, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და დასრულდა, გაკეთდა. მაგალითად, ბაზრის ტერიტორია, ასევე ჯაჭვის ხიდის. რომელი ბაზრის ტერიტორია გაკეთდა? დღეს რომ მანქანით მოძრაობდი და ვერ გამოვედი, ბაზრის ტერიტორია? რომელი ცენტრალური ბაღი გაკეთდა 2 წელია დახურული რო არის და არაფერი რო არის ის რომელი ფალიაშვილის ქუჩა ოპერის გვერდზე რო აყრილი არის და ტალახით რო არის სავსე და იქ რო ვერ გაივლი ადამიანი რომ არ ჩაეფლო ტალახში და ისინი ხის ისინი რომ დევს გადასასვლელად ის ფალიაშვილი ნუ შეიძლება კი გაკეთდა უბრალოდ ისევ იმ რეალობაში რომელ რეალობაშიც ჩვენი ამჟამინდელი საკრებულო ზოგადად არის ანუ მე რას ვერ ხვდები იცით ანუ მე დღეს აქ ვზივარ და მე თუ დღეს აქ ტყუილს ვიტყვი ამ ქალაქზე, ამ სიტუაციაზე, ამას ხო უყურებს მაყურებელი და ის ხო აფასებს. ახლა მე როცა ვამბობ, რომ ყველა უბანში არის ინფრასტრუქტურული პრობლემა, ახ ჩვენმა მაყურებელმა ხო გადაიაზა და კი არის. იქ გადათხრილი გზებია, ამ გზებს ხო ჭრიან ყველამ თუ ვინმეს რაიმე სახის ახლობლობა ქართული ოცნებასთან და მერიასთან და საკრებულოსთან ყველგან ძალიან კარგად ჭრიან გზებს, მე ოღონდ ავიწყდებათ მისი გაკეთება. გადაჭრილი გზები, გაფუჭებული ანუ ასეთი რაღაცები ცავსია ყველა უბანი. ხო და
მე ახლა რო დავიჯდი აქ და ვისაუბრო რომ უი რა კარგი არის აი რო გაივლი ახლა ბაღში ახალდარგული ხეების ყვავილების სურნელი რაღაც ეს ხო იქნება სისულელი და ხო იტყვის მაყურებელი რა სისულელებს ლაპარაკობს ალბათ ვიღაცა ასე რო ლაპარაკობდა ამ ეთერიდან მაყურებელი სწორედ ამას ამბობდა რა საცხოვრობს ეს კაცი საერთოდ როგორც გვეუბნებიან 2 მაისს გაიხსნება ცენტრალური ბაღი სხვათა შორის მაგას სექტემბერშიც გვეუბნებოდნენ 2024-ში და უფრო ადრეც გვეუბნებოდნენ ძალიან კარგი იქნება თუ გაიხსნება მაგრამ ფაქტი არის ერთი ცენტრალური ბაღის სამუშაოები ჩატარდა აბსოლუტურად საზოგადოებისგან მალულად საზოგადოებას და ამ ქალაქს არ მიუღია ამ პროექტის შემუშავებაში რაიმე სახის მონაწილეობა და ჩვენთვის საერთოდ უცნობი არის რა ხდება იქ რა მოხდება როგორ ხდება რა მოჭრეს რა დარგეს ანუ ჩვენ საუბრობთ რაზე იცით შეიძლება და წეგან რო თქვი საბჭოთა საზოგადოება ვართ დიდწილად თქო საზოგადოების რაღაც ნაწილი ფიქრობდეს რომ აი ვიდი მთავრობა აკეთებს და როგორც არის საჭირო ისე გააკეთებს ახლა სად ვეძიო მე ვინ რას აკეთებს მაგრამ თემა აქ არის მეორე რომ ჩვენ ფულს ხარჯავს ეს მთავრობა ეს ფული რომელიც იხარჯება ამ ბაღის გაკეთებაში არის თითოეული ჩვენთაგანის გადასახადებისგან აკრებილი ფული ან ის ფული რომელიც ვალა დავიღეთ ჩვენ და ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება და ჩვენ როცა ჩვენი ფული სადაც იხარჯება იმ იმ ორგანიზაციას ორგანოს ადმინისტრაციას რომელიც ამ ფულს ხარჯავს აქვს ვალდებულება საქმის ხურს ჩაგვაყენოს ჩვენ რა კეთდება ჩვენი ფულით ვიცოდეთ და ჩვენ რა მივიღეთ ჩვენ მივიღეთ გარშემორტყმული რაღაცა ყრუ ღობით მისი ლითონის ღობით შემოსაზღვრული ტერიტორია რომელსაც გამოაკრეს რაღაცა ბანერები და მე ვიღაც ფსიქურად გაუწონასწორებინა იმ ბანერებზე კიდე რაღაცეები მიაწერა რომელსაც ცოცხალთავით არ შლის ძალიან დიდი იმითი ენთუზიაზმით ვკითხავდი ირაკლი შენგელიას რას ფიქრობს როგორც საკრებულოს თავმჯდომარე იმაზე რომ აჭრელებულია მთელი ქალაქი რაღაც უაზრო წარწერებით და იმაზე სკოლების ტერიტორიაზე სკოლების კედლებზე არის წარწერები ძალადობისკენ მიმართული და მისი შვილი ჩემი შვილი და ჩვენი შვილები რო დადიან და ამ ყველაფერს ხედავენ ელემენტარული პასუხისმგებლობის გზნობა არცეც არ გააჩნია ამ ქუთაისის მერიაში ანუ ასეთი რამ რანაირად უნდა იყოს წაყრუებული მათი მხრიდან ამას ვერ ხვდები ანუ ესენი ხო ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ახლა გინდ ირაკლი შენგელიაც გინდ სხვა პირებიც ამ პირებს ჩვენ ვიცნობთ ჩვენ საზოგადოებაში არიან და ხვალ როცა დამთავრდება მათი ეს თანამდებობაზე ყოფნის დრო ისე ხო დაბრუნდებიან ამ წუთში კარ გავიგე რომ მაღლა არიან ეს ხო ასე ხდება რომ თანასწორი და ოდნავ მაღლა გავიგე რომ მაღლა გძნობენ თავს მაგრამ ხვალ ხო დაბრუნდებიან და ესეთი რაღაცეები ჩვენს იმაში რჩება მეხსიერებაში და მე ნუღარ ვიტყვით მეგობრებო ერთმანეთთან რომ მე როცა ვიყავი ყველაფერს არა თქვენ კარგად არ აკეთებთ ყველაფერს თქვენ აკეთებთ ყველაფერს საკუთარი ინტერესით და ვიწრო პოლიტიკური ინტერესით თორემ ნებისმიერ პასუხისმგებლობის მქონე ქალაქის ხელმძღვანელს დღემდე აღმოფხრული ექნებოდა ის ელემენტარული წვიმანები მაინც რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება აღმოიხრას და წაიშალოს სხვადასხვა სახის ძალადობის შემცვლელი წარწერებიდან რო დაიწყოთ ბატონო ქალაქის ხელმძღვანელობა ასე პირდაპირ მიმართოთ ჯობია თორემ რა ვიცი ახლა მათი ნახვა რთულია 112 დღეა მერიასთან ვდგავარ მაგრამ ეს ხალხი არ გვინახია საერთოდ რა ვიცი ახლა სხვადასხვა გრაფიკში შეთავაზეთ მოსვლა რა ვიცი მე ასე მგონია რომ იქ რაიმე სახის საშვები არავის არ ჭირდება ყველას შეუძლია მოსვლა და ვინ დაუშალათ ჩვენ ასევე გვახსოვს ბუჩქებზე სურათების გაყრის გამო დაჯარიმებული ადამიანები კი მაგ кейსიც იყო ჩემს პრაქტიკაში როცა ადამიანები მივიდნენ მე იმესა მესხიშვილის თეატრის გადმოღმა აქეთ მდებარე ბუჩქებზე ჩამოჰკიდეს ნაძვისხის სათამაშოები სურათები გადაიღეს ჩამოხსნეს ეს სათამაშოები და წავიდნენ ბუჩქები დაზიანდა და ამის მერე უჩივლა მერიამ ამ ადამიანებს სასამართლოში და თქვა რომ ამ სათამაშოების ჩამოკიდებით ქალაქის იერსახე დაზიანდა და ხო ჩამოხსნეს და ხო წაიღეს კი ჩამოხსნეს და წაიღეს მაგრამ ქალაქის იერსახეს კი არაფერი ეშველა მაგითო ანუ ამნაირ თემასთან გვაქვს საქმე ეს არის ის რაცაც ჩვენ რეალობაში ყოველდღიურად სამართავთან გვაქვს დიახ ბატონო თამარ ისი დამტკიცებაც გვინდოდა
მადლობა ჩვენთან სტუდიაში მოსვლისთვის, მადლობა საინტერესო მსჯელობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბატონი ვალერი თევდორაძე, ადვოკატი და ასევე თავისუფალი მოედნის წევრი. წარმატებებს გისურვებ ბატონო ვალერ. თქვენს გისურვებთ გაუძლოთ იმ რეგულაციებს, რომლებიც ახლა მესამე მოსმენის შემდეგ მოგეყრებათ ერთდროულად და გთავაზობთ ასევე უფასო იურიდიულ მომსახურებასაც ამ კუთხით, რომ გავიაროთ ეგ საკითხები. ნახოთ რა იქნება. მალე ჟურნალისტიკის დღეც გვაქვს. საჩუქრად იმედი მაქვს დაამთხოვენ მესამე მოსმენას. საჩუქარი იქნება ნამდვილად. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყოდი, რომ თქვენ შეგიძლიათ მე დაგემშვიდობებით და თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ უცხოეთში მიმდინარე ახალ ამბებს, ასევე როგორი ამინდი გველოდება ხვალ. ნახვამდის.